შუა დღემშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ, მოგესალმებით. დაგალოდებით ცოტა შემომიერთით, მანამდე ჩემს იუთუბერებს ვთხოვ, რომ დაკონკრეტდნენ ხოლმე, როდესაც ისინი კომენტარებს წერენ, დანარჩენ იუთუბერებს, რომლებიც ძალიან საინტერესო და ძალიან საყვარელ კომენტარებს წერენ, მათ მინდა რომ მადლობა გადაუხადო, ასევე ფეისბუქერებს მინდა მადლობა გადაუხადო, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული იმ საკითხებში, რომელ საკითხებსაც მე განვიხილავ და ასევე იმ ხალხს, რომლებიც აკომენტარებენ ძალიან საინტერესო კომენტარებით. მაგალითად, თამარ მეფე პალატა 9. მეგობრებო, მე შეგახსენებთ, რომ როდესაც ადამიანები დაშორდნენ უფალს, მათ დაიწყეს ერთმანეთის მონურად გამოყენება. მაგალითად, როდესაც შემოვიდა საზოგადოებაში დაცემული ანგელოზებთან მიერ ფული, აი ამის შემდეგ იწყება ადამიანების წარწმენდა სულიერად. როდესაც ადამიანები ერთმანეთს გამომყენებლობითი თვალით უყურებდნენ, მათ რა თქმა უნდა იმის გამო რომ ფული აირჩიეს და რას წარმოადგენს ფული თუ არა ძალაუფლებას ხომ? რაც უფრო მეტი ფული გაქვს, მით უფრო მეტი ძალაუფლება გაქვს. ეს იმის ნიშანი იყო, მეგობრებო, რომ ადამიანები სულიერად გაღატაკდნენ და მათ აღარ იცოდნენ რა არის სულიერი სიძლიერე, რა არის ჭეშმარიტი ძალაუფლება და რეალურად რას მიეკუთვნება ძალაუფლება. რომ იგი არა მატერიალურად შეიძლება იყოს მოპოვებული, არამედ ის სულიერებაში არის და თავის უფლებაში. როდესაც ადამიანი თავის უფალია, მას ყველანაირი ძალაუფლება თავის ხელთ აქვს. და აქედან გამომდინარე, მეგობრებო, მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა იმ ისტორიის შესახებ, თუ როგორ განვითარდა ეს და როგორ აისახა ეს ქართულ რეალობაზე, ასევე ქართულ ისტორიაზე და ასევე ქართულ პროტაგონისტებზე, რომლებიც გვყავს ჩვენ ასე ისტორიაში დაყენებული. ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც საქართველოს შემორჩა, ეს არის შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი იმ არაჩვეულებრივი სიბრძნეებით, რომლებსაც გვაწვდის თამარ მეფის ეპოქა. საკითხავი ის არის, რომ არსებობდნენ თუ არა ამ ეპოქაში ის ხალხი, რომლებიც მართლაც ასეთი აზროვნებით ცხოვრობდნენ, თუ იყო მხოლოდ ეს ილუზია. მოდი განვიხილოთ. რადგან ასე ისურვა ჩვენმა მაყურებელმა, რომ თამარ მეფის თემა თემატიზირებინა, მოდი გავაგრძელოთ ჩვენს ასეთი თემით საუბარი. თქვენ იცით, რომ რაც არ უნდა გრძელი იყოს შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ეს პოემა ძალიან ბევრ სიბრძნეებს გვაწვდის, მათ შორის ასეთ ერთ ფრაზას, რომელიც თითქმის ყველა ქართველმა იცის და რომელიც თითქმის ყველა ქართველს გაუგია, რასაც გასემშენია. მოდი გავიხსენოთ ის ეპოქა, თუ რა გააკეთა თინათინმა, როდესაც მას გაამეფებენ და ჩვენ ვიცით, რომ მან გასცა ძალიან ბევრი სიმდიდრე, გახსნა თავისი საგანძური და სიმდიდრე, განძეულობა და დაარიგა იგი ხელგაწვდილ ხალხზე. რატომ გააკეთა ეს თამარმა? სავარაუდოდ ჩვენ ვიცით, რომ თამარი არის თინათინთან გაიგივებული და სავარაუდოდ თამარის გამეფების მომენტიც ასეთი უნდა ყოფილიყო. იყო თუ არა თამარი ხელგაწვდილი, მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ? მოდი გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ თამარი ერთადერთი ქალია, რომელსაც დაარქვეს მეფე. მეფე თამარი. რატომ დაარქვეს მას მეფე და არა დედოფალი? თუმცა მას ორივე ქვია, დედოფალიც და მეფეც. ქვია თუ არა ეს იმას, რომ თამარი ორ თამაშს თამაშობს, მეფისას და დედოფლისას? სავარაუდოდ დიახ, მაგრამ მოდი კიდევ უფრო ღრმად შავეძიოთ იმ საკითხს, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით
დაარქვეს თამარს მეფემ. საინტერესო არის ის, რომ თამარის თემა დღესდღეობით ძალიან აქტუალურია და ყოველი მეორე ქალბატონი თამარის სულისკვეთების შეიძლება იყოს. რატომ და გამოცდილების თანახმად ყოველი მეორე ქალბატონი ფიქრობს, რომ იგი არის თამარი. თუმცა ეს სულაც არ არის ცუდი, მეგობრებო, ეს არის ძალიან შესანიშნავი და ძალიან კარგი. რამე თუ ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთადერთი ეპოქა, რომელიც იყო ოქროს ხანა. და ვინ იყო ამ ოქროს ხანაში მთავარი? იყო ეს შოთა რუსთაველი, თუ იყო ეს თამარი, იყო ეს გიორგი მესამე, თუ იყო ეს რუსუდანი. თამარ მეფის მამიდა. ეს კითხვა ალბათ ძალიან ბევრ ქართველს აწუხებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ამ იდეით შეპყრობილია, რომ არ გამოჩნდეს თამარ მეფე. უფრო სწორად, რადგან მეფობის დრო აღარ არის, არ გამოჩნდეს თამარ მეფის სულისკვეთების ადამიანი. ოღონდაცა და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ გინდ კომენტარში, გინდ საუბრებში, გინდ ამა თუ იმ რაღაც საკითხებში ეს საკითხი მიჩმალოს, გინდ ოკულტიზმში და გინდ სხვა სფეროებში. მოდი განვიხილოთ თუ რატომ არის ეს შიში ამხელა, რომ გამოჩნდეს თამარ მეფე და რატომ არ უნდა გამოჩნდეს თამარ მეფე მათთვის, რატომ აქვთ ამხელა შიში და რატომ გამოჩნდება თამარ მეფე და რატომ იქნება თამარ მეფის სული კვლავ საქართველოზე მოფენილი. მოდი ამაზე ვისაუბროთ დღეს და რადგან შევახეთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის თემას, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, რას გვაწვდის თამარ მეფის დროინდელი პოემა შოთა რუსთაველის მიერ დაწერილი ვეფხისტყაოსანი და რატომ გვეუბნება რასაც გასცემ შენია. დავუბრუნდები ისევ იმ საუკუნეს, როდესაც ქრისტე მოვიდა დედამიწაზე. იგი ჩამოიტვირთა ადამიანის სხეულში, როგორც ღმერთი და განკაცდა როგორც ადამიანი. მას თავისებური დაცემული ბუნებით, ადამიანური დაცემული ბუნებით უნდა გაევლო ის გზა, რომელიც გაივლო და შემდეგ უნდა მიეღწია გაღმერთებას, ამაღლებას. მოდი ვნახოთ რა გზით მოახერხა ქრისტემ აი ეს გზა და პირდაპირ კავშირშია მიხვდებით, დიახ, მიხვდებით, რომ პირდაპირ კავშირშია იმ თემასთან, რასაც შევეხე წეღან მე-12 საუკუნის დროს, რასაც გასცემ შენიასთან. მაშ ასე, რა გააკეთა ქრისტემ? თქვენ იცით, რომ ქრისტე იზრდებოდა ძალიან ხელმოწარულ ოჯახში და იგი თავად დურგალი იყო, ის ხელნაკეთებით გამოიმუშავებდა თანხებს. შეიძლება ცუდად არ გამოიმუშავებდა თანხებს, უბრალოდ ხელნაკეთებით ის კაცობრიობას ამარაგებდა, მაგალითად როგორიც არის მაგიდები, როგორიც არის კამები და ასე შემდეგ. იქამდე სანამ მისი დრო არ მოვიდა და ეს იყო მისი დრო, როდესაც ღმერთმა ის მოიხმო და უთხრა, ახლა შენ შეასრულებ იმ მისიას, რომელი მისიითაც მოხვედი შენ დედამიწაზე. ეს იყო მამა მისი, რომელიც ესაუბრებოდა ქრისტეს და რომელიც გააქტიურდა 30 წლის ასაკში და როდესაც ქრისტემ დაიწყო მისი მისიის შესრულება, თქვენ კარგად იცით, რომ კაცობრიობა ამხედრდა მის წინააღმდეგ. რომელი კაცობრიობა, მეგობრებო? ის კაცობრიობა, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა ხელში ჩაგდებული. რა ძალაუფლებაზე იყო საუბარი, როგორც დავიწყეთ საუბარი, მეგობრებო, ეს იყო სწორედ ის ფული და მატერია, რომლითაც მოხვეჭილი ჰქონდათ რაბებს, ეგრეთ წოდებულ სულიერ მოძღვრებს იმ დროინდელ საზოგადოებაში. ძალაუფლება. დიახ, მეგობრებო, რომლებითაც ისინი პროფიტს, სარგებლობდნენ და რომლებითაც ისინი, რა თქმა უნდა,
პატივისცემით იყვნენ საზოგადოებაში მიღებული. მოდი ახლა გავიგოთ თუ რა შეჯახება მოხდა ამ ძალაუფლებასა და ზეციურ ძალაუფლებას შორის, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. ძალაუფლება, რომელიც ზეციდან ჩამოიტვირთა და რომელიც პირდაპირ ამ რაბებს ამხელდა, რომ ის არ იქნებოდა მატერიალური სამყაროს კეთილდღეობა, არამედ ეს იქნებოდა ზეციური სულიერი კეთილდღეობა და არ იქნებოდა ამაქვეყნიური კეთილდღეობა, არამედ იქნებოდა სულიერი ზეციური კეთილდღეობა. ეს რა თქმა უნდა ჩვენს სულიერ მოძღვრებს, რაბებს, ეგრეთ წოდებულ ყვაბებს არ მოეწონათ და რა თქმა უნდა ისინი ძალიან კარგად ხვდებოდნენ ვინც იყო ქრისტე და რომ ის ღმერთის შვილი იყო, მაგრამ მათ არ სურდათ ძალაუფლების დაკარგვა. მათ რა თქმა უნდა სურდათ პატივმოყვარეობაში ყოფნა და კვლავ გაგრძელება იმ მატერიალური ძალაუფლების მოხვეჭის, რომელიც გრძელდება დღემდე სხვათა შორის ეკლესიებსა თუ მონასტრებში. მოდი ახლა განვიხილოთ, რომელ ეკლესიებსა და მონასტრებში გრძელდება აი ეს ძალაუფლების განხორციელება, მეგობრებო, ყველა იმ ეკლესიაში და იმ მონასტერში, სადაც მიმდინარეობს ვაჭრობა. სულერთია იქნება ეს სანთლით, ხატით თუ სხვა ეკლესიური სანთლებისა თუ ზეთების გაყიდვით. მოდი ახლა განვიხილოთ, თუ რატომ არის ეს არაქრისტიანული და რატომ უნდოდა ქრისტეს ჩვენთვის ეთქვა, რომ ყოველივე მატერიალური ეს აქ დედამიწაზე რჩება და ზეციურში მიიღება მხოლოდ სულიერი ძალაუფლება. რა არის სულიერი ძალაუფლება? მეგობრებო, როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ მატერიალურზე, მაშინ მოვიპოვებ სულიერ ძალაუფლებას და რადგან ქრისტე მოვიდა და თქვა, არ შეიძლება მამის სახლში ვაჭრობა, ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ ქრისტეს არ უყვარდა ფული, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქრისტე გვეუბნებოდა იმას, თუ რა არის ზეციური ძალაუფლება და თუ ჩვენ ვაშენებთ ეკლესიებს, მაშინ უნდა ვიყოთ ამის დონეზე, ანუ სულიერ დონეზე იმ ხელაზე ამაღლებული, რომ ვიცოდეთ რა არის ის ეკლესია და თუ ჩვენ ვაშენებთ ეკლესიებს, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ეკლესიებში ფულს არანაირი ადგილი არ აქვს. რატომ არ აქვს ადგილი? ადამიანი იკითხავს მაგალითად, რატომ რა სანთელს გაკეთება არ სურს? რატომ რა? ვიკითხოთ მაშინ ასე, რატომ რა ქრისტეს არ უნდოდა ფული? არა მეგობრებო, ქრისტე საუბრობს სულ სხვა რამეზე, რასაც გასცემ შენია, არის სწორედ ქრისტეს ცნობიერება, რომელიც შემდეგ მე-12 საუკუნეში საზოგადოებამ სრულად გაიაზრა. რატომ გაიაზრა მე-12 საუკუნეში სრულად? რამე თუ თავში იდგა ადამიანი, რომელიც ამ საკითხს გააზრებულად განახორციელებდა თავის პრაქტიკაში. ვინ იყო ეს თავში მდგომი ადამიანი? მე გეტყვით, რომ ორნი. ეს იყო ერთი თამარი და მეორე შოთა. მოდი განვიხილოთ ის საზოგადოება თუ რას აკეთებდნენ პირველ საუკუნეში, რას აკეთებდნენ მე-12 საუკუნეში და რას აკეთებენ ახლა. მე გეტყვით ერთს, რომ პირველ საუკუნეში ის საზოგადოება, რომელიც ქრისტემ აირჩია, აქ ერთ-ერთი იყო დაცემული სულისა, რომელსაც საერთოდ არ შეეძლო გაიგო, რას ლაპარაკობდა ქრისტე ამ ჭრილში, თუ რატომ არ შეიძლება ფულით მოპოვება, ფულით ძალაუფლების მოპოვება. მას ძალიან უნდოდა და სურდა, რომ ფულით მოეპოვებინა ძალაუფლება, მაგრამ მისი გეგმები მზაკრული აღმოჩნდა და უხეირო. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ძალიან ბევრს საუბრობდა, რომ სული არ უნდა გაყიდო იმის იმედით, რომ შენ ფულით მოიპოვებ რაიმე საკითხ, რაიმე სახის ძალაუფლებას, არამედ შენ თავად უნდა მოიპოვო სულიერი თავისუფლებით. რა არის სულიერი თავისუფლება, მეგობრებო? მეგობრებო, სულიერი თავისუფლება არის ის, რომ ადამიანი იწყებს მატერიისგან გათავისუფლებას. და თუ კი ჩვენ ვაშენებთ ეკლესიებს, მაშინ უნდა ვიყოთ ამის ღირსი. და თუ ჩვენ ვაშენებთ ეკლესიებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ იმიტომ ვაშენებთ ეკლესიებს, რომ ვართ სულიერად ამაღლებული. და თუ ვართ სულიერად ამაღლებული, მაშინ ფულს არ შევიტანთ შიგნით. და თუ ფული შეგვაქვს შიგნით, მაშინ საერთოდ აზრზე არ ვართ, რა არის ეკლესია და რა არის რწმენა, რა არის თავისუფლება და რა არის ქრისტეს სიტყვა. რასაც გასცემ შენია, მეგობრებო, რა არის ეს რასაც გასცემ შენია? არის ეს მატერია თუ არის ეს სულიერი თანადგომა? ორივე, მეგობრებო. როდესაც სულიერი თანადგომით ხარ განსჭვალული შენი თანამოძმეების წინაშე და მიმართ
მაშინ შენ ნაკლებად გადარდებს ის საკითხი, თუ რამდენად შეიძლება გამომყენებლობით იყოს ეს შენი სულიერი თუ მატერიალური დახმარება ადამიანების მიმართ. არამედ შენ მხოლოდ და მხოლოდ ხარ ერთი სულისკვეთებით განწყობილი მე მოვედი აქ ამ დედამიწაზე, რამე თუ დაგეხმარო შენ. და თუ შენ ხარ ამ მოტივით ჩამოტვირთული დედამიწაზე, მაშინ შენ დაემსგავსები ქრისტეს. და ნაკლებად იფიქრებ იმაზე, მე რომ შენ დაგეხმარე სულიერი თუ მატერიალური თვალსაზრისით, შენგან რა მივიღეს სანაცვლოდ. ასეთ საკითხებზე ნაკლებად იფიქრებს ადამიანი, რომელიც ქრისტესში გაერთიანებული და რომელიც ქრისტეს ცნობიერებაშია ასული. და თუ ქრისტეს ცნობიერებაში არ არის ადამიანი ასული, მაშინ იფიქრებს ასე. მე რომ შენ დაგეხმარე, სანაცვლოდ რა მივიღე? მე ხომ შენ მოგისმინე 2 საათით. ეხლა შენ უნდა გადაიხადო 150 ლარი. მე ხომ შენ მოგეცი სანთელი, ეხლა შენ უნდა გადაიხადო 1 ლარი. აი ეს არის მეგობრებო დატყვევებული სული, რომელიც ვერ გაცდა მატერიას. ხოლო მატერიას, რომელიც გაცდა სულიც, რომელიც სულიც მატერიას გაცდა, ფიქრობს ასე, მე შენ მოგცემ იმას, რასაც მთხოვ და რასაც ჩემი გული მეუბნება, რომ მე უნდა მოგცე შენ, იმიტომ რომ მე იმისთვის ვარ ამ დედამიწაზე, რომ მე მოგცე შენ, რამე თუ შენ ხარ მე და რასაც გასცემ, შენი არ რადგან შენ ხარ მე. და თუ მე მაქვს იმის უნარი, რომ მოგცე შენ და გაგახარო, მაშინ მე ვახარებ ჩემს თავს. და ვერ გაიგო და ვერ შეიგნო დღემდე თვით სასულიერო ბრჭყალებში ჩასმულად სასულიერო საზოგადოებამ, რომ ამ სულისკვეთებას აბსოლუტურად არ შეშვენის ის, რომ ეკლესიებში მიმდინარეობდეს თუნდაც სანთლებით თუ სამკურნალო ზეთებით თუ ხატებით ვაჭრობა. მოდი ახლა გავიგოთ რა იხდებოდა მე-12 საუკუნეში თამარის დროს. რა გააკეთა თამარმა? იყო ის სულელი თუ იყო ის ძალიან ღვთისმიერი? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც თამარმა გააკეთა, არის ის, რომ გადაინახა თავის კაბა. რომელ კაბაზე ახლა საუბარი დავიწყებთ, 9 კუბო გამოიტანეს და 9 კუბო 9 მიმართულებით გაიტანეს და 9 მიმართულებით დამარხეს თამარი. რომელი იყო მათ შორის მართალი თამარი? საკითხავი არის, რომ რატო დაშლიდა თამარს 9 კუბოს გამოტანა და 9 მიმართულებით გაგზავნა. ეს მეგობრებო თქვენ იცით, რომ ციფრი 9 ქართულ ენაში მიანიშნებს იმას, რომ უამრავი და არა მხოლოდ 9. ეს შეიძლება ყოფილიყო 40, 50 თუ იმდენივე კუბო, რამდენი კუთხეც გვაქვს ჩვენ. ამიტომ ყველას გონია, რომ თამარი მის კუთხეში არის დამარხული. რამე თუ მართლაც დამარხეს თამარი იმ კუთხეში ოღონდ, არა ფიზიკურად, მისი კაბა დაიმალა, მეგობრებო. რატომ დაიმალა მისი კაბა? საკითხავი ის არის, თუ რა ქონდა თამარს ამით ჩაფიქრებული და რატომ სურდა თამარს, რომ 9 კუბო გამოეტანათ და 9 მიმართულებით, ანუ უსასრულო რაოდენობის მიმართულებით გაეტანათ მისი კუბო. ამასთან დაკავშირებით მე გირჩევთ წაიკითხოთ ერთი ლექსი, რომელიც არის თამარის ანდერძი. თამარის ანდერძში სიტყვით ამოიკითხავთ, თუ რატომ სურდა თამარს ამ საკითხის გასაიდუმლოება და რაზე იყო საუბარი ამ საკითხში. მოდი გავიხსენოთ, თუ რა გააკეთა თამარმა და იმის არ იყოს, როდესაც უფლის ციხეში ერთ-ერთმა იქაურმა მითხრა, რომ თამარი უფლის ციხეში არ ყოფილაო, ეს მხოლოდ ფსევდონიმიაო, ეს მხოლოდ მითია, როდესაც თამარზე საუბრობენ, რომ აქ თამარის კიბია აშენებული, აქ თამარის კოშკი, აქ თამარის ხიდი, აქ თამარის სასახლე, აქ თამარის წყალია გაყვანილი და ასე შემდეგ და ასე. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში თამარი გაისმის, მეგობრებო. არ გაისმის დავითი, არ გაისმის გიორგი, არ გაისმის დემნა, არ გაისმის დემეტრე, არ გაისმის არავინ გარდა თამარისა, გაისმის მხოლოდ და მხოლოდ თამარი. და მაინც მიჩნდება კითხვა, განა როგორ მოასწრო თამარმა 20 წელიწადში ამ ყველაფრის აშენება? განა როგორ მოახერხა თამარმა ამ ხალხის გულის მოგება, რომ თუ მას მართლა არ აუშენებია, ამ ხალხს მაინც ესაუბრა თამარზე?
ძალიან კარგი კითხვაა მეგობრებო და ამ კითხვის პასუხის გასაცემად თქვენს ჩაგრთავთ. თქვენი აზრით როგორ მოახერხა თამარმა ეს? და მე გავაგზავნებ მანამდე საუბარს თუ რატომ გასაიდუმლოა თამარმა მისი კაბა. თქვენ იცით რომ თამარი დამარხეს ოქროს კაბით ამბობთ ხომ? თქმულებაში ასე არის თუ საერთოდ ისტორიაშიც ასე ისწავლება არ ვიცი, მაგრამ საერთოდ ძალიან ხშირად შემხვედრია ეს საკითხი რომ თამარს თუ იპოვიან ოქროს კაბაში არის იგი გამოწყობილიო. ხო და ზოგიერთი ადამიანი ოქროს გამო დაიძებს თამარის საფლავს და ზოგიერთი მისტიურად განწყობილი ადამიანი კი დაიძებს თამარს თუ რა ოქროს ტყავი ჰქონდა თამარს ასეთი რომ არ გარიხწნა მეგობრებო და რომ ის დღესაც გაუხრწნელი არის მიძინებული და რომ თამარი ნამდვილად გაიღვიძებს და რომ თამარი ნამდვილად დაუბრუნდება ქართველ ერს და რომ იგი არ მომკვდარა. აი ამ საკითხებს მეგობრებო როგორც თამარი მე-12 საუკუნეში განიხილავდა, ისე განიხილავს თამარი 21 საუკუნეში და იცით თქვენ რომ მე-12 საუკუნე სარკისებურია 21 საუკუნისა და სწორედ აი ეს არის დიდი საიდუმლოება და თქვენი ბედი რომ თქვენ გაგიმართლათ რომ ასეთ საუკუნეში ცხოვრობთ, რა თქმა უნდა მეც. ხო და მეგობრებო, როდესაც სარკისებური საუკუნეები ერთმანეთს გაუსწორდებიან, სწორედ მაშინ იწყება აღდგომა. თქვენ იცით მეგობრებო რომ თამარმა თავისი გვირგვინი მოიხსნა და ქრისტეს გადასცა. ერთადერთი მეფე იყო რომელიც გვირგვინს იხსნის და მეფეს გადასცემს გვირგვინს. თავად კი მსახურობს იმ ხალხისთვის, რომელი ხალხიც მიაკუთვნა ღმერთმა სამწყსოდ. და მინდა გითხრათ რომ ძალიან პატივსინდისიერ გონიერად მსახურობს თავის ხალხს და მინდა გითხრათ რომ ერთადერთი მეფეა რომელმაც დაიმსახურა მიძინება და არა სიკვდილი და არა დამარხვა და არა ჩაფლა და არა და არა მისი წმინდა ნაწილების აქეთ-იქით თრევა. როგორც დაათრევენ დღეს სხვადასხვა წმინდანების წმინდა ნაწილებს. ჩვენი დიდად უწმინდესები და უნეტარესების მონამორჩილები. ასე რომ მეგობრებო, კაცობრიობა როდესაც მივა იმ დონემდე რომ გააცნობიერებს რა საუბრობდა ქრისტე, რომ ფული არაფერ შუაშია სულიერ ამაღლებასთან, რომ ფული აბსოლუტურად ჩარჩოში ამყოლებს ადამიანს და გამოკეტილად და მის მონამორჩილად ხდის, მაშინ გაიგებს კაცობრიობა კიდე უფრო მეც და კიდე უფრო მეც და თუნდაც ჩვენი კოლხმარგალისგან მოწოდებული იდეასთან დაკავშირებით მაშინ გაიგებს თუ რომელი პალადა მეცხრე პალადა. ასე რომ მეგობრებო, ახლა დაგემშვიდობებით და იფიქრეთ და მგონი საკმარისი კითხვები დავსვი რომ პასუხებიც გამცეთ და თუ პასუხებს არ გამცემთ, არც ეგ იქნება ჩემთვის დიდად დამაზიანებელი, რამე თუ პასუხები მე უკვე თავად მაქვს. უბრალოდ თქვენი თავი გამოსცადეთ და დაწერეთ პასუხი, გაქვთ თუ არა, გექნებათ თუ არა პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე, რომელიც მე ამ ლაივში გავაჟღერე და მინდა გითხრათ რომ ყოველივე სული, რომელიც გამოფხიზლებულია, გაიხსენებს თავის ვინაობას. გაკოცეთ მეგობრებო, გისურვებთ ბედნიერ დღეს.